ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებისთვის ემზადებიან. პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენი მოსახლეობის წინაშე ბოლოჯერ წარდგა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ამავდროულად ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალი ადმინისტრაციის უმაღლეს თანამდებობებზე წარმოდგენილ პირებს მოусმინეს. მათ შორის იყვნენ სახელმწიფო მდივნობის და გენერალური პროკურორობის კანდიდატები. მინდა გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს არის ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია ძალიან ცოტა ულტრამდიდარი ადამიანის ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უკიდურესი სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის მქონე ოლიგარქია, რომელიც ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. მოგეხსენებათ პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის საფრთხეებზე ისაუბრა. 6 ათეული წლის შემდეგ მე შეშფოთებული ვარ ტექნიკური ინდუსტრიული კომპლექსის პოტენციური აღმავლობით, რომელმაც შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ჩვენს ქვეყანას. ხანგრძლივი ცივი ომის დასრულების ტრიუმფალიზმის შედეგად წარმოიშვა ორპარტიული კონსენსუსი, რომ ჩვენ მივახციეთ ისტორიის დასასრულს, რომ დედამიწის ყველა ერი გახდებოდა დემოკრატიული დასავლური საზოგადოების წევრი, რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს, ახლა შეიძლება შეიცვალოს ისეთით, რომელიც ემსახურება ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რომ მთელ კაცობრიობას ახლა განზრახული აქვს მიატოვოს ეროვნული იდენტობა და ჩვენ გავხდებით ერთი ადამიანური ოჯახი და მსოფლიო მოქალაქეები. ეს არ იყო მხოლოდ ფანტაზია, ეს იყო სახიფათო ილუზია. თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს, ჩვენ ვიცხოვრებთ მსოფლიოში, სადაც ბევრი რამ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურად, ჩვენი უსაფრთხოებიდან დაწყებული ჩვენს ჯანმრთელობამდე დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩინელები დაგვთავენ თუ არა ნებას. რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა მიუღებელია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა მისი დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს რეალისტი. დათმობაზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს. არსებითად რთული იქნება ამ მიზნის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტისა და საბოლოო სამშვიდობო მოგვარების შესახებ, თუ ორივე მხარეს არ ექნება ბერკეტები. პუტინის მიზანი ახლა არის ჰქონდეს მაქსიმალური ბერკეტები, რათა მან ნეიტრალიტეტი დააწესოს უკრაინაზე. ჩვენ შევაგროვებთ სადაზვერვო მონაცემებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, რაც არ უნდა ბნელი ან რთული იყოს. ჩვენ მოვამზადებთ საზრიან, ობიექტურ ყოვლის მომცველ ანალიზს, არასოდეს დაუშვებთ პოლიტიკურ ან პიროვნულ მიკერძოებას. მამაცო ოფიცრებო, რომლებიც გვისმენენ მთელს მსოფლიოში, თუ ეს ყველაფერი ისე ჟღერს, რაზეც დარეგისტრირდით, მაშინ მოემზადეთ ცვლილებებისთვის. თუ არა, მაშინ დროა იპოვოთ ახალი სამუშაო. მათი სამიზნე დონალდ ტრამპი იყო. ისინი მისდევდნენ მას. ფაქტობრივად ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაწყებული, მათ მისი კამპანია მოიღეს სამიზნეში. მის წინააღმდეგ უთვალავი გამოძიება დაიწყეს. ეს ასე არ იქნება, თუ მე ვიქნები გენერალური პროკურორი. მე არ მოვახდენ ამ სამსახურის პოლიტიზებას. სამხრეთ ამერიკასა და ლათინურ ამერიკაში ჩინეთის გავლენასთან დაკავშირებით ჩვენი ადმინისტრაცია ნაბიჯებს გადადგამს. კონგრესში განიხილება საკითხები მომარაგების ჯაჭვებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დამოკიდებულებები არა რიგით ქვეყანასთან, არამედ უდიდეს მეტოქესთან. ჩინეთი აწარმოებს ფარმაცევტული საშუალებების 90%-ს. პასუხისმგებელია კრიტიკული მინერალების ნახევარზე მეტზე. მთავრობის მხრიდან დასავლეთ ნახევარსფეროზე აქცენტი მოიცავს ენერგიის, კრიტიკული მინერალებისა და საკვების მომარაგების საკითხებს. ამ ყველაფრის ერთად გაერთიანება გამოწვევა იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს მტკიცეს ჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ კონფლიქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რადგან მათ ჩვენი ბაზრები სჭირდებათ.